კი, ნატა, გუგა, მე ამ წუთებში ვიმყოფები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი გალერეა თბილისის ავტოსადგომზე, სადაც ხედავთ, რომ აი რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი დგას, რომელიც სავსეა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებით, სხვათა შორის ამ შენობის ორივე სართულზე დგანან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და როგორც ირკვევა, სწორედ აი ეს ლოკაცია შეარჩია დღეს გეკა გელაძემ იმისთვის, რომ საპატრულო პოლიცია იყავდეს აქ გაჩერებული და ისინი რა თქმა უნდა ელოდებიან შესაბამისი ბრძანების მიღებას. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ასევე აქ ნახეთ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ბატონი გოგა მემანიშვილი. გოგა მემანიშვილი თუ გაგვესაუბრება იქნება ძალიან კარგი. ბატონ გოგა, დაგინახეთ წეღან და თუ შეგიძლიათ მითხარით ეს ბატონი ბიძინას ავტოს გალერეას იყენებთ დღეს პარკინგად. აქ ხართ მობილიზებულები თქვენ? დღეს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრეთ ბატონ გოგა, ალბათ დღეს არაერთხელ მოგვიწევს. არა, დაფარული და საიდუმლო არაფერი არ არის. კი, ჩვენც არის. დილიდან მოგეხსენებათ არჩევნებია დღემდე დღეს, საარჩევნო უბნებზე აქ არ არის უბანი. კეთილ მოგახსენებთ მივალ მაქამდე. გადანაწილებულია პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, რადგან უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩაიაროს ზოგადად პროცესებმა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას და ჩვენი აქ შეკრების მიზეზს, მოგეხსენებათ დღეს საღამოს თქვენი ტელევიზიის საშუალებითაც რამოდენიმე დღეა დაანონსებულია საპროტესტო აქცია, შესაბამისად, როგორც ყოველთვის დღესაც დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და აქედან გამომდინარე არის ეს მობილიზაცია. რეგიონებიდან ჩამოიყვანეთ თანამშრომლები ბატონო გოგა, თუ მხოლოდ თბილისის საპატრულო პოლიციის დანაყოფები იმყოფებიან კონკრეტულ ლოკაციებში. ხოლო თბილისის პოლიციის ანუ ბრძანებას ელოდებით. რომელ საათზე აპირებთ რომ განვაგდეთ უკვე? ვითარებიდან გამომდინარე, როგორც გითხარით. დღესაც აპირებთ ამ ტერორს ჯარიმებით და ასე შემდეგ თუ რა ბრძანება გაქვთ? ჩვენ გვახსოვს გომელაურის დროს ეს ტერორი იყო გზის გადაკეტვა ასე შემდეგ და დღეს აი ბატონი გელაძის კანონის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ როგორც ყოველთვის ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. ხო, თან ნახლა ამომცნობი კამერებიც ეხმარება სხვათა შორის. მადლობა ბატონ გოგა, ამომცნობი კამერები არის დამონტაჟებული არაერთი რუსთაველის გამზირებზე მთელს პერიმეტრზე. სხვათა შორის დღეს ჩვენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გადავიღეთ როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე კანცელარიის ეზოსაც უკვე ამაგრებენ ეგრეთ წოდებული რობოკოპების შესაბამისი აღჭურვილობით, მაგრამ ჯერჯერობით არ გვინახავს ბატონი რომან ქარცივაძე, სპეცრაზმის ახალი შეფი. სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ვიპოვეთ ბიძინა ჟამერაშვილი. ბიძინა ჟამერაშვილი არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მათე დევიძის საქმის, როგორც ადვოკატები ამბობენ, სრულმოწმე და მანაც გითხრა დღეს, რომ აპირებს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს. შეგვიძლია მოვისმინოთ ბატონი ბიძინა ჟამერაშვილის კომენტარიც. დღეს რა გეგმა გაქვთ ბატონო? არაფერი, ჩვეულებრივად საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ. ეს არის თქვენი გეგმა. დავალება რას ნიშნავს? დავალება ხომ არ გაქვთ? იმიტომ რომ თქვენ გადანაშაულებთ. არა, ტონს არა უკაცრავად, როგორ გეკადრე. ეს პროვოცირებაა. არა, ჩემგან არ არის პროვოცირება, მეჩხუბები ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ცნობილი პოლიციელი ხართ, აქტივისტები გადანაშაულებენ როგორც სრულმოწმე პოლიციელად, ასევე მოწმეები, რომ ზეწოლას ახდენდით მამა თქვენის წინააღმდეგ ჩვენება რომ არ ერწამს აქციის მონაწილეები მადანაშაულებენ სრულმოწმეობაში? კი ბატონო. რაში გამოიხატება სრულმოწმეობა? მათ განცხადებებში არ ეთნობით. ასევე კონკრეტული ადამიანები ზეწოლაში მოწმეებზე. ჩემს განცხადებაში ვერ ნახეთ თქვენ? სავარაუდო დანაშაულება. სამართლებრივი რაიმე აი ოფიციალური დოკუმენტი გაგაჩინეთ იმის რომ მე ოფიციალური დოკუმენტი მოთხოვეთ აქტივისტებს დავასრულეთ. დავასრულეთ შეიძლება. თქვენ დაწინაურდით თუ არა? არა, 15-ია. 15 ხართ? რამდენი წელია? ნუ დაახლოებით 1 წელი. 1 წელი. 1 წლის წინ რატომ დაგაწინაურეს ამ პოსტზე? რა ვიცი ხა. დაიმსახურა? ალბათ. კერძოდ რით? რეალურად სამსახურეო მოვლებას ვასრულებ კეთილსინდისიერად. ბატონო ბიძინა, ჩვენ ისიც გავაშუქეთ, მამა თქვენი რომ ბრალდებული იყო ქურდობის არაერთ ეპიზოდში და თქვენ მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლას ახდენდით და ამაზე რატომ არ გაქვთ პასუხი ბატონო ბიძინა? ის ადამიანები აფიშირებთ იმას, რომ მე სრულმოწმე ვარ, ისიც უნდა გააფიშიროთ, რომ ბიძინა ჟამერაშვილს ჩვენება მისცა, არსებობს ვიდეო ტკიცებულება, ეგეც უნდა აჩვენოთ ხალხს. მხოლოდ ერთ ხარეს ვაჩვენოთ, რომელიც მაბრალებენ და სამართლები იმიტომაც გეუბნებიან. გეუბნებიან. აი, სრულმოწმეობას, თუნდაც.
აი დავასრულეს. არაფერი თავის გამოჩენას დღეს რისგან თავის ან გამოჩენას. ერთხულება როგორ უნდა დაუმტკიცოთ ეს ვის? სისტემას. სისტემას აშო მე ვარ სამართალდამცავი, ვარ აპოლიტიკური, ვარ სამართალდამცავი, კიდევ ერთხელ საჯაროდ გეუბნები. შესაბამისად განვითარდება მშვიდი გარემო, მოუწოდებთ მოქალაქეების კანონის წინაშე არავინ არ დაარღვიოს არაფერი, როგორც მოიქცევიან აქციის მონაწილეები და კანონს როგორც დაარღვევენ, კანონის ფარგლებში პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად. დიახ, როგორც ხედავთ, ეხა უკვე ჩვენ ვიმყოფებით ირაკლი კობახიძის სამსახურთან ამ ეზოშიც მთავრობის კანცელარიაში ინგოროყვას ქუჩაზე უკვე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, ისინი შენობის ეზოს სიღრმეში იმყოფებიან, თუმცა შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ არის სამაშველო სამსახური მათ შორის და ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. მოკლედ დიდი მზადებაა, როგორც პარლამენტის შიდა პერიმეტრს, ასევე კანცელარიას აკონტროლებენ ძალოვანები და ისინი ემზადებიან და ელოდებიან ბრძანების მიღებას, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ხალხი უკვე დაიწყებს შეკრებას რუსთაველზე.